გიორგი ვაშაძე კი პარტიის წევრებთან ერთად ამ წუთებში პარტიის ოფისში იმყოფება და ის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ წუთებში განცხადებას აკეთებს და პირდაპირ ეთერში გთავაზობთ მას. პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მადლობა ყველას, ვინც რუსთაველის პროტესტია ყოველდღიურად, მოუწოდებს სხვებსაც, რომ შეუერთდით. ხან უფრო მასშტაბური იქნება, ხან მცირე რაოდენობის იქნება, მაგრამ ჩვენ ვერავინ ვერ გაგვტეხს, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენთან არის და სამშობლო გვიხმობს. მადლობა კიდევ ერთხელ და წინ დიდი გამარჯვებისკენ. რეჟიმი არის სუსტი და იმიტომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. რეჟიმი არის განწირული მარცხისთვის და ეს მარცხი ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი გამბედაობით, ჩვენი ბრძოლით აუცილებლად უნდა მოვიტანოთ. რეჟიმი უნდა დაეპყროს. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით გიორგი ვაშაძეს. მე შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთის წინ მიიღო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე. მოსამართლემ გიორგი ვაშაძეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და ასევე მას აეკრძალა 2 წლის თანამდებობის დაკავება.